გესალმებით და მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. ვახსენე უკვე რომ 12 დამღა არსებობს, მაგრამ ყველაზე რომ ვისაუბროთ, უბრალოდ დღევანდელი გადაცემა არ გვეყოფა, თუმცა მოდით ვისაუბროთ იმაზე, როგორ ჩნდება დამღები და რა ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს ამ ყველაფერს. დილამშვიდობისა, ლანა, მოგესალმები და მივესალმები მაყურებელს. და იცი რა, მე მგონია რომ 12 დამღა კი არა, ძალიან ბევრი დამღა არსებობს. ეს 12 მათ აქვს გამოკვეთილი, თორე სხვა ავტორებთან არის კიდე სხვა დამღები და რა არის ეს დამღა? ეს არის ის, როცა ბავშვობაში, ნახე, ბავშვს რისი მოთხოვნილება აქვს, უსაფრთხოების, სიყვარულის, დაცულობის და როცა ეს არ უკმაყოფილდება, ბავშვი ფიქრობს, რომ ის არ არის საკმარისი და მას ეშინია. როცა შიში უჩდება, მას ნახე, უჩდება დაცვის მოთხოვნილება საკუთარი თავის, რომ გადარჩეს და დაცვის მექანიზმი მუშავდება. და უჩდება ფილტრი, მე როცა მოზარდობაში უკვე ამ ფილტრის იგით ხედავს ყველაფერს და უკვე აქედან ამ სათვალეებით უყურებს სამყაროს. არა გლდობა სხვა ადამიანების მიმართ, საკუთარ თავს არ აფასებს რეალურად და სამყაროს ვერ აფასებს რეალურად. უყურებს ამ ფილტრიდან, რაც ბავშვობაში ჩამოუყალიბდა. და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეს ყალიბდება დაბადებიდან 7 წლამდე ფაქტიურად. და მშობლები ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე, რომ ზოგჯერ შეიძლება ჩვენმა ერთმა სიტყვამ ისე დააზიანოს ბავშვი, სიტყვამაც არა შეიძლება ქცევამ. თუნდაც ის რომ ხასიათზე არ ახარ, მაგალითად და ბავშვს არ ეხუტები. სითბოს არ აძლევ, მას უკვე უჩდება ის მომენტი, რომ იცი რა, არა ვარ მე ალბათ საყვარელი და დიდობაში უკვე აქ ის განცდა, რომ პარტნიორთან არ უნდა სიახლოვე, ერიდება. ან პირიქით მიჯაჭულობა უჩდება, რომ აი მე არ დავკარგო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას. აი თუნდაც მშობელი ეუბნება ხშირად შვილს, რომ შენ რომ არ დაბადებულიყავი, მე ამას გავაკეთებდი, მე ამას შევძლებდი, შენ შემოგწირე მთელი ჩემი ცხოვრება და ბავშვს ძალიან აზიანებს და დანაშაულის განცდას უჩანს და თulis, რომ მისი ადგილი არ არის და ზედმეტია. აი ამასთან დაკავშირებით, რა ჩვენ შემოსვლამდე საუბრობდით, ხო ძალიან საინტერესოა სალვადორ დალის მაგალითი. სალვადორ დალი დაიბადა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი ძმა. 9 თვის მერე დაიბადა სალვადორ დალი. და მშობლებმა იმდენად განიცადეს შვილის სიკვდილი, რომ თვლიდნენ, რომ ეს იყო ძმის რეინკარნაცია, მისი შემცვლელი. და მთელი ცხოვრება ბავშვს თავში უდებდნენ, 5 წლის მიიყვანეს ძმის საფლავზე და უთხრეს, რომ შენ ხარ ეს, რომელიც გარდაცვლილია და შენ მოხვედი მისი ახალი ვერსია ხარ. მთელი ცხოვრება რას აკეთებდა? მთელი ცხოვრება აკეთებდა იმას, რომ ყოველთვის დაენახებინა, რომ ხალხო მე ვარსებობ და მე ვარ სხვანაირი, არა ვარ ეს ჩემი ძმა. და მე თავის მოგონებებში სხვათა შორის წერს, რომ მე ყოველდღე მიწევდაო ჩემი მკვდარი ძმა კიდევ ერთხელ მომეკლა იმისათვის, რომ მე მეცხოვრაო, რომ საკუთარი ადგილი დამემკვიდრებინაო და აი ამას უკეთებთ. ან თუნდაც გოგოს ელოდებოდნენ და ბიჭია. და გოგოა და ბიჭურად ზრდიან. აქაც ბავშვი არასასურველი როცაა ბავშვი. კი ბატონო. არის კიდევ სხვადასხვა ბევრი მომენტი და ყველაზე ესეთი მაგალითი ხო ამ ბავშვობის ტრამვის, ეს არის ჰიტლერის მაგალითი, რომელიც ბავშვობაში გაიზარდა ძალიან მკაცრ ოჯახში და მამა ყავდა როგორ იცი, მკაცრი დიქტატორი, მოთხოვნებს უყენებდა, სთხოვდა რომ ყოფილიყო ის, ვინც თვითონ არ იყო. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თურმე პატარა ადოლფი ხატვით იყო გატაცებული და უნდოდა რომ ხელოვანი გამხდარიყო. მამა იყო ჩინოვნიკი და უნდოდა რომ გამხდარიყო ჩინოვნიკი და აიძულებდა ისეკეთებინა, რას მას არ უნდოდა. ანუ ემოციებს უკლავდა, რომ ბიჭი ხარ არ უნდა იტირო, კაცი უნდა იყოს ძლიერი და როგორი გაიზარდა თავის ემოციებს, როგორც კლავდა თავის თავში, ისე უკვე სხვის ემოციებსაც ვეღარ აღიქვამდა და მე ესეთი დასკვნა გააკეთეს სხვათა შორის ფსიქოთერაპევტებმა, ფსიქოლოგებმა, რომ მან ის, რაც ბავშვობაში გადაიტანა, მერე განახორციელა მთელ მასებზე. და მთელ სამყაროზე ეს მიუღებლობა, ეს არაემპათიურობა, ის რომ თვითონ გახდა ფიურერი და გახდა მამა ხალხის და დანარჩენი ხალხი იყვნენ შვილები, რომლებსაც ჩაგრავდა, ავიწროვებდა და რასაც უნდოდა იმას აკეთებინებდა. ანუ მაინც ყველაფერი მოდის ბავშვობიდან და ბავშვობის ტრავმებიდან. ყველა მაგალითზე და ყველა ჯერზე ვწმუნდებით. მშობლების თვალით რომ გადავხედოთ ამ ყველაფერს, ანუ ამ მიმართულებითაც რთულია, ხო? მშობლობა ხომ არ ვიცით, სწავლობთ, მეორე შვილზე უფრო კარგი დედები ვართ, მესამეზე კიდევ უფრო კარგი და ასე შემდეგ. რა არის ის ყველაზე, ასე ვთქვათ, გავრცელებული, დაშვებული შეცდომები, რომლებიც
მშობლებს შეიძლება გვეკონოს, რომ რას ვაშავებ, რა ვთქვი ისეთი და რეალურად ილექება და ასე ვთქვათ, დამღაც შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგ. ძალიან ბევრი რამ, რასაც გონია, რომ კარგს ვაკეთებ, თუნდაც ემზრუნველობა, თუნდაც ის რომ არ წაიქცე, არ დაეცე, ვაიმე ეს არ გამოგივია, მოდი მე გავაკეთებ. ბავშვს მერე შეცდომის დაშვების ეშინია და ფიქრობს, რომ არ არის საკმარისად კარგი, ვერ გააკეთებს ისე, როგორც უნდა გააკეთოს, ამიტომ გაურბის საქმის კეთებას. ის რომ თუნდაც, ნახე, ბავშვი კარგად სწავლობს და ძალიან ხშირად მშობლები არ აქებენ. ნუ აი მოდის ბედნიერი, რომ 10-იანი მივიღე და ეუბნები, ხო, ნუ რა მოხდა მე. და ნახე რა ხდება. უყალიბდება წარმატების შიში. არაცნობიერებთ რა ხდება ის, რომ მშობელს ეშინია, რომ შვილმა არაჯობოს. რა თქმა უნდა, ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ მე რა ხდება, ეს ადამიანი, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი, შეუძლია ბევრი რამის კეთება. ზოგჯერ სამსახურში რაღაცას აკეთებს და ბოლოს რომ მიდის აღიარება, როცა უნდა მიიღოს, ჩერდება. აღარ უნდა ის ბოლო წერტილი, აღარ უნდა ის წარმატება, იმიტომ რომ თვლის, რომ არ იქნება მიღებული. და როცა მშობელი ბავშვს ყურადღებას არ აქვს, ბავშვი რას აკეთებს ძალიან ხშირად? აკეთებს დასკვნას, როცა ავად არის, მაშინ ძალიან მშობლებს ყურადღებას იქცევს. სხვა დროს სამსახურში არიან, ხდება ავად. და დიდობაშიც მე ეს გადასდის უკვე, რომ ავად უნდა იყოს, ცუდად უნდა იყოს, რომ მიიღოს ის ყურადღება, მიიღოს ის სითბო, რომელიც მას ჭირდება. და აი ეს პრობლემები ბავშვობის დიდობაში ძალიან ბევრ რამეში გვიშლის ხელს. ფაქტიურად ჩვენი ქცევის საფუძველი ხდება და ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ, რომ აი რაღაცაზე გავბრაზდი, მაგრამ დააგვიანა მეგობარმა მაგალითად და გაბრაზდი და რატო გავბრაზდი, ფიქრობ, ესე ძალიან დააგვიანა რა მოხდა. თუმცა ესეც ხო ბავშვობიდან მოდის. და ის რომ აი გავიგოთ მაგალითად როდის არის ეს ბავშვობის დამღა და როდის არის ჩვეულებრივი რეაქცია. აი ეს მაინტერესებს. საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს, ხო, ასე გამოდის. ყველაფრის გაანალიზება არის, ყველაფრის ამოსავალი წერტილი. როგორ მივხვდე, რომ აი ესა თუ ის მიმართულება ბავშვობიდან მოდის ჩემში და აი ბავშვობის ტრავმიდან მიღებული დამღა და რაც თავარია, გადამუშავებადია, შემიძლია დავძლიო ეს დამღა? ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის, როგორ მივხვდეთ, რომ ეს ნახე, გადაჭარბებული რეაქცია, როცა გვაქვს იმაზე, რაზეც არ უნდა გქონდეს. გასაგებია, რომ თქვა ადამიანმა დააგვიანა, მაგრამ როცა შენ ძალიან გაბრაზდი ამაზე. როცა მაგალითად აი მე მყავდა ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემთან დადიოდა, რომელმაც არ შექმნა ოჯახი და როცა ვიმუშავეთ, დედა ყავდა მოსავლელი და გაახსენდა მომენტი, რომ ბებიამ უთხრა, რომ შენ უნდა მიხედო დედა შენს, იმიტომ რომ მე უვლიდი მთელი ცხოვრება, ეს ნაზია არ შეუძლია და ეხლა შენ უნდა მიხედო. და მან ჩათვალა, რომ უნდა მიხედოს დედას. მთელი ცხოვრება. თუმცა რომ ვიმუშავეთ, ნახე გადამუშავებადია თუ არა. როცა მიხვდა, რომ ეს ბავშვობაში უთხრეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ანუ შეცვალა ის რაც ჩაუდეს ეს პატერნი, რომ დედას უნდა მიხედო და შენ ახარ მისი პატრონი, შეგიძლია ოჯახი კონდეს და ისედაც მიხედო. თუმცა ოჯახთან დაკავშირებით ვიტყვი, მყავდა კიდევ ერთი კლიენტს ვეძახი, ჩვენ და სულ მიპროტესტდება ხოლმე ეს სიტყვა, მაგრამ ასე ქვია, ადამიანს რომელიც ჩვენთან მოდის, არა პაციენტი, იმიტომ რომ ავადმყოფი არ არის, ხო? ადამიანი, რომელიც ვერ ქმნიდა ოჯახს, ძალიან ბევრი წლები და უკვე ასაკში იყო 45 წლის მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ არ ვიციო ოჯახის თემაზე რომ მივდივარო, მეკეთებაო და არ მინდა რომ მეშინიაო, რომ ოჯახი შევქნაო. რა აღმოჩნდა, იყო არასრულფასოვანი ოჯახის შვილი, მშობლებს ჰქონდათ უკამათი, დაშორდნენ და ბავშვი დაიტანჯა, ხან დედასთან იყო, ხან მამასთან იყო და იხლიჩებოდა შუაზე და ჩათვალა, რომ ოჯახი ეს სიმშვიდის ზონა არ იყო მის. არ არის სიმშვიდის ზონა და არ არის რაც გაბედნიერებს. მხოლოდ და მხოლოდ მუშაობის მერე, როცა მიხვდა, რომ იცი რა, ყოველთვის არ არის ოჯახი დესტრუქციული, შეიძლება ძალიან კარგი იყოს და სწორედ ისეთი, რომელიც გაგაბედნიერებს. და აი ამ ასაკში შეძლო უკვე ოჯახზე ფიქრი და დღეს არაჩვეულებრივი ოჯახი ყავს და როცა ხვდებით ხოლმე ამბობს, რომ ჩემ შვილებთან მინდა ვიყო ისეთი мама, როგორც მე არ მყოლია და მინდა დავანახო ის ურთიერთობა, როგორც მე არ მქონია, რომ იგივე დღეში არ აღმოჩნდენო, როგორშიც მე ვიყავი. და ჰიტლერთანაც გებუშავა. ესე კარგი იქნებოდა. და რა გამახსენდა, იცი, მიკუთვნებულობის გრძნობაა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. აი მშობლებმა იციან ხშირად, რომ აი ჩვენ ინტელიგენტები ვართ და შენ იმათთან რა საერთო გაქვს. ან რაღაცა ძალიან მდიდარი ოჯახის შვილია და ეუბნებიან, რომ აი ჩვენ სხვა დონე ვართ. ამ დროს იცი შულს რას უკეთებენ?
თეთრი ყვავის სინდრომი უმუშავდება და ის ვერასოდეს ვერ პოულობს თავის ადგილს. რა თქმა უნდა. ვერც თავისიანებში. ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ არავისზე არც მეტია და არც განსაკუთრებული და ბავშვს როცა ეს მიკუთვნებულობის შეგრძნება არ აქვს და ამისი ნათელი მაგალითია მერლინ მონრო, რომელიც ბავშვთა სახლებში, ხან ერთი ბავშვთა სახლი, ხან მეორე ბავშვთა სახლი და ეს მიკუთვნებულობის შეგრძნება არ ქონდა და იმის მიუხედავად რომ სოფლიო აღიარება მოიპოვა, მაინც სულ ეძებდა რაღაცა ნავსაყუდელს, რომელიც ვერ იპოვა. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა, კიდევ სიამოვნებით განვაგრძობდით თქვენთან საუბარს. თუმცა ჩვენ ეთერს ვიღმა გავაგრძელოთ. მადლობას გიხდით. ქალბატონი ლალი ბადრიძე იყო ჩვენი სტუმარი და რუბრიკაში ვსაუბრობდით 12 დამღაზე. გემშვიდობებით და ყველას ბედნიერ